მოგესალმებით თვითონსო მეგობრებო, ქრისტეს მიერ ძმანო და დანო. დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება რამოდენიმე ისეთ ჩვენთვის ძალზე მტკივნეულ საკითხს, რომელზედაც აუცილებლად გვინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება. და ველოდებით ასევე თქვენს მხარდაჭერასთან ამასთან დაკავშირებით. პირველი საკითხი ეს არის ეს აუცილებელი მემორანდუმი, რომელიც დაიდო ამ წლის მაისის თვეში გიორგი მთაწმინდელის სახელობის უმაღლეს საეკლესიო გალობის სასწავლებელსა და პაპის პონტიფიკალურ გუნდთან ერთად. ეს ხელშეკრულება იგივე ეს უნია, სამარცხვინო უნია ჩვენს მიერ იქნა მხილებული არაერთგზის, დაყენებული იყო ეს საკითხი უმაღლეს საეკლესიო ხელმძღვანელობასთან. მათაც გამოხდეს თავისი გულისტკივილი ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ მივედით იმ შედეგამდე, რომ შევხვედრილი ყავით მის უწმინდესობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ უკვე აღარ შეიძლება ამის მოთმენა, რადგანაც ჩვენ თვლით, რომ დაუშვებელია ერეტიკოსებთან რაიმე ფორმით საეკლესიო საკითხებთან ურთიერთობა გარდა მათი მხილებისა, მათი შეგონებისა, რომ ისინი დაბრუნდნენ ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღში. და თუკი ჩვენ მათთან გვექნება ერთობლივი ლოცვა და გალობა ეს არის სწორედ რომ ლოცვა, ეს არის ყველა დაუშვებელი და მეუღებელი. მით უმეტეს რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს სასწავლებელი შემოდის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციაში. ან უნდა გაწყდეს ჩვენი ეკლესიის მიერ მათთან ურთიერთობა, ან კიდე უნდა გაუქმდეს ეს სამარცხვინო და მოღალატური მემორანდუმი, ეგრეთ წოდებული უნია. მეორე საკითხი, რომელზედაც ჩვენ და ამასთან დაკავშირებით სწორედ რომ არსებობს ეს უნია, ზოგიერთი ადამიანი, ვინმე სიმონები ამართლებენ თავიანთ ურთიერთობას შემდეგ პაპთან და პაპისტებთან საერთოდ და დავინახეთ ჩვენ რომ მათ მუხლებში უვარდებიან და ლოცვა კურთხევებს იღებენ და ასე შემდეგ. ასეთი სწორედ ხელშეკრულებები ამართლებს შემდეგში მათ ასეთ ქმედებებს, რაც ყოველად მეუღებელი და დაუშვებელია. მეორე საკითხი, რომელზედაც მინდა ასევე თქვენი ყურადღება შევაჩერო, ეს არის ჩვენს საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე მოვლენები. ეს ყოველთვის იყო ჩვენთვის მტკივნეული საკითხი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ განათლების სფერო არის ჩვენი მომავალი თაობისათვის სულიერი, პიროვნული, ზნეობრივი აღზრდის ერთ-ერთი სამჭედლო, თავარი ერთ-ერთი სამჭედლო ეკლესიასთან ერთად. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია ვართ მშობლები, ყავს მრევლში ამდენი ადამიანი, როგორც პატარები, ასევე მოზრდილები მშობლები და გვაწუხებს ეს საკითხები. როგორ მიმდინარეობს იქ ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა და სწავლება. ამასთან დაკავშირებით ხსენებლები არიან ჩვენი მეგობრები და უფრო დეტალურად ისინი გესაუბრებიან. მესამე საკითხი, რომელსაც ასევე ჩვენ გვინდა რომ შევეხოთ, ეს არის ყოველად მიუღებელი და სამარცხვინო გადაწყვეტილება თბილისის მერიისა, როდესაც გათხოვილი კაცი თბილისის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ჟულის, ჩვენი მენტალობის, ქართველობის და თბილისელების შეურაცხყოფა. ეს არის ყოველად დაუშვებელი ფაქტი და ყველამ უნდა ააგოს ამაზე პასუხი. ეს იქნება მერი თუ მისი თანამძრახველები. და მე ასე ვფიქრობ, რომ ყველა წესიერი მერიის წარმომადგენელი იქ თანამშრომელი დატოვებდა თავის პოსტს ამ გადაწყვეტილების შემდეგ. როდესაც კიდევ ვიმეორებ, გათხოვილ კაცს თბილისის საპატიო მოქალაქედ ირჩევენ. დაუშვებენ ისინი, რომ მათ შვილები გაუთხოვდნენ ბიჭები? დაუშვებენ? თუ დაუშვებენ, მაშინ მიანიჭო მოქალაქეობა ასეთ ადამიანებს. თუ არა და დატოვონ მაშინ, ან ამხილონ ის ადამიანები, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და მეოთხე საკითხი, რომელზედაც ასევე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, ეს არის საბერძნეთში განვითარებული მოვლენები, კერძოდ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ეკლესიაში ავტორიტეტად აღიარებული პიროვნება მღვდელი ანასტასიოს მგოცოპულოსი დაიჭირეს. დააკავეს იმის გამო, რომ
ეგრეთ წოდებული ამ ცრუ პანდემიის პერიოდში მან ხარების დღესასწაულზე ჩაატარა წირვა. ეს არის საბერძნეთის ეკლესიაში განხორციელებული დევნის შედეგი. საბერძნეთის ხელისუფლება ეს მათი პრობლემა ბერძენი ხალხის და ალბათ იმჟელებენ ამაზე და epikreben ფაქტიურად შეუდგა დევნას ქრისტეს ეკლესიისა. სხვადასხვა მეთოდები და ერთ-ერთი მეთოდი იყო სწორედ პანდემია და აი ამ კუთხით ისინი შეეცადნენ რომ ჩაეკეტათ ეკლესიები. ჩვენ უცხადებთ თანადგომას ასეთ ღირსეულ პიროვნებას, ასეთ ღირსეულ მოძღვარს, როგორიც არის მღვდელი ანასტასი. აქსიოს. აი ეს მინდოდა მოკლედ რომ მეთქვა და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით რომ აი ამ საკითხებზე რომელზეც ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენი ყურადღება არ მოვაკლოთ და ჩვენი ლოცვები ამ საკითხებს რომ ისინი ღირსეულად და ღვთის მადლით სწორად იქნეს გადაწყვეტილი და გადაჭრილი. ეხლა თქვენს ყურადღებას მივაპყრობ მამა ვახტანგს, დეკანოს ვახტანგ დავითაშვილს. მოგესალმებით. ორიოდოს ეთქოთ მე შევეხები მემორანდუმის საკითხს, რომელიც გაფორმდა ჩვენი საეკლესიო გუნდის სასწავლებლის და კათოლიკური ინსტიტუტის ერთობლიობით. როგორც უკვე აღენიშნა ამ წლის მაისში ეს მემორანდუმი გაფორმდა. განცხადებაში ჩვენ კითხულობთ რომ აი ამ ორმა სამგალობლო გუნდმა უნდა ჩაატაროს ერთობლივი სემინარები, კონცერტები, მასტერკლასები, კონფერენციები, სწავლებები, რაც ბუნებრივია გამოხატავს ერთობას, ჩვენს ერთობას კათოლიკებთან, ლათინებთან, რაც ჟურისკანონის მხრიდან და ეკლესიის სწავლები დაგმობილია. ყველას მოიხსენება კარგად რომ კათოლიკები არიან მწვალებლები, ისინი ეკლესიამ შეაჩვენა თავიანთი არასწორი დოგმატური სწავლებების გამო 30-ზე მეტი კრება შედგა ეკლესიის სივრცეში კათოლიკური სწავლების წინააღმდეგ, პაპის წინააღმდეგ, რომლებმაც აღიარეს ეკლესიის მოძღვრება, დაგმეს პაპიზმი, ლათინების ერესი და წარმოუდგენელია, გაურკვეველია, რომ სამწუხაროდ აი ჩვენი გალობის გუნდი სწორედ ამყარებს და აყალიბებს მემორანდუმს კათოლიკების გუნდთან. პაპისტები მე-11 საუკუნეში სამწუხაროდ ჩამოშორდნენ მართალ ეკლესიას, თავიანთი მოძღვრება, თავიანთი დოგმატები მიუღებელია ჩვენი ეკლესიისთვის. ამიტომაც მათთან დადებული ხელშეკრულება ეს არის ერთობის და უნიის შემცველი, რაც იგმობა ეკლესიის მიერ. ძალიან ბევრი ფრაზები შეიძლება ჩვენ მოვიყვანოთ აი ამ საკითხზე, მაგრამ ეხლა ამაზე არ შევჩერდებით. უნდა აღენიშნოს, რომ ჩვენ ერთობლივად სასულიერო პირებმა დავწერეთ წერილი წმინდა სინოდის მიმართ, როცა სამების ტაძრის გუნდმა იტალიაში, ვატიკანში ჩაატარა ერთობლივი მსახურება კათოლიკებთან, როცა მოხდა მათ ეკლესიაში შესვლა, ერთობლივი ლოცვა და ბოლოს პაპისგან ლოცვა-კურთხევის მიღება. ამის გამო ჩვენ სასულიერო პირებმა დავწერეთ ერთობლივი წერილი სინოდის მიმართ, მათ ვთხოვეთ, რომ მათ შეაფასონ ეს ფაქტი და მისცენ ეკლესიური შეფასება. ჯერჯერობით სინოდის კრება არ შემდგარა, მაგრამ ეს მემორანდუმი ისევ-ისე გრძელდება, ისევ-ისე ვითარდება. ამიტომ ჩვენ ასე ვთქვათ, იზოლებულნი ვხდებით, რომ ამაზე არ გავჩუმდეთ და მოვითხოვოთ ამ მემორანდუმის გაუქმება. ეს იქნება გონივრული, სწორი გადაწყვეტილება, როცა ეს საერთო უნია ჩაიშლება. უნდა ითქვას, რომ განცხადებაში გაჟღერებულია შემდეგი რამ, რომ გალობის უნივერსიტეტს და რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ თუ რაღაცა ინსტიტუტს შორის დადებული მემორანდუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორი ქვეყნის
ორ ქვეყანას შორის კულტურულ საგანმანათლებლო ურთიერთობის გაღრმავებას. ესე იგი, ვატიკანმა და საქართველომ უნდა გააღრმავოს ურთიერთობა აი ამ მემორანდუმის ფონზე. ეს რაც ნიშნავს? ეს არის პირდაპირ ერთობა წვალებლებთან და რაც იგმობა ეკლესიის მიერ. აქვე უნდა აღენიშნოს, რომ სამწუხაროდ ჩვენი ეკლესიის სამღვდელოება და იერარქები რამოდენიმეს გამოკლებით ამ თემაზე არ საუბრობენ, ამ თემას არ განიხილავენ, არ გმობენ, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ გაუქმდეს ეს მემორანდუმი და არ იყოს მათთან ერთობა, რაც ჩვენ მივიყვანს უნიამდე და ჩვენი დოგმატების დათმობამდე. ერთმა დაგლოცოთ და გაგურთხოთ. ეხლა სიტყვას გადავცემთ ბატონ ავთანდილ უნგიაცეს. მოგესალმებით დასაწყისში შევეხებ იმ თემას, რაც უკვე მომდავრით აღნიშნა პედრო. იმას, რომ ჩვენ სკოლებში მერვე კლასის ინგლისური სახელმძღვანელოში 52 გვერდზე არის გაკვეთილი და გაკვეთილში მოსწავლეებს ევალებათ ნახონ ფილმი, რომელიც შეიცავს ბიჭებს შორის სოდომიის სცენებს, ანუ გარყვნილებას, ხოლო ფილმის ნახვის შემდეგ მოწაფეებმა გაკვეთილზე უნდა განიხილონ ეს ფილმი. სცენარის მიხედვით დააწმონ აბზაცები, სიუჟეტები და შეასრულონ შესაბამისი კითხვარი. საგულისხმოა, რომ საზოგადოოდ სკოლებში სახელმძღვანელოები არის რამოდენიმე ერთ და იგივე საგანში, ანუ ალტერნატივები არსებობს და სკოლა თვითონ ირჩევს სახელმძღვანელოს. აი ამ წიგნს არ გააჩნია ალტერნატივა, არის ერთადერთი. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის იმის მიანიშნებელი, რომ მოსწავლეებმა საზოგადოებრივ სკოლამ გვერდი ვერ აუაროს ამ თემას და ამგვარად ხდება მოსწავლეების გაყრნა სკოლებში. ჩვენ რამდენადაც ვიცით, იყო გარკვეული მოლაპარაკება, საუბრები ჩვენ ეკლესიის წარმომადგენლებსა და განათლების სამინისტროს მეცნიერებს შორის, მათ როგორც რამდენადაც ჩვენ ვიცით თქვენს, რომ ისინი ამოიღებდნენ ამ სახელმძღვანელოს, მაგრამ ფაქტის სახეზე არ ამოუღიათ და როგორც ჩანს, ტყუილი მათთვის უცხო ხილი არ არის. გარდა ამის არის ესეთი მოვლენა, შეიძლება ვიღაცას მეორე ხარისხოვნად მოიჩვენოს, მაგრამ მე-7 კლასის მუსიკის გაკვეთილებზე მოსწავლეებს ესაუბრებენ წარმართულ მაგიურ რიტუალებზე და შესაბამის სიმღერებზე. აქ რო საუბარი იყოს მარტო სიმღერაზე და მუსიკაზე, მაშინ შეიძლება არაფერი გვეთქვა, მაგრამ იქ ხაზგასმულია ზუსტად რიტუალზე. ანუ ამ მაგიურ სცენაზე, შელოცვაზე, რაც ყოველთ მიუღებელია. ჩვენ ესე იგი მიმართავ მშობლებს, ვინაიდან სამინისტრო აქ არაფერს არ შვება, მიმართავ მშობლებს, რომ მათ დაიცვან თავიანთი შვილები, არ აყურებინონ ეს ფილმი და გააკონტროლონ საზოგადოდ რას ასწავლიან და როგორ ასწავლიან. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა კიდე აი საუბარი იყო აქ სხვა მოვლენებზე, მაგალითად საპატიო წოდების მინიჭებაზე. გარდა ამისა, მე მინდა კიდე ერთი მოვლენა აღვნიშნო, რომელიც საზოგადოების ცნობილი გახდა, კერძოდ პარლამენტში მზადდება ცვლილებები კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ. ეს ცვლილებები ამ პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე თითქოს მითითებულია, მაგრამ არ იხსნება. არ ვიცი, ეს ტექნიკური ხარვეზია თუ საზოგადოდ უმალავენ საზოგადოებას. ჩვენ კულუარულად ვიცით, რომ ამ ცვლილებებით ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება აპირებს სიძულვილის ენის ცნების შემოღებას და შესაბამისი, ესე იგი, პასუხისმგებლობის, ალბათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებზე, რომლებიც ამ ენით ისაუბრებენ. რო გავშიფროთ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, თუ ჩვენ ვამხელთ გენდერულ თემას, LGBTQ+, საზოგადოებრივ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ამ ცნებების ქვეშ სხვა არაფერი იმალება თუ არა სოდომია. ეს არის ყველანაირი აბსოლუტურად სოდომური ცოდვის ნაკრები. ამ LGBT თემაზე, ამ გენდერზე და ასე საკითხებზე თუ ჩვენ ვისაუბრებთ და ვამხელთ ამის მოქმედს, ჩვენ დაგუბრალდება სიძულვილის ენის საუბარი და დაკისრება პასუხისმგებლობა. აი ასე მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება და აი სხვადასხვა სფეროდან მაგალითები ვიჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება იღწვის იმისას, ეს გენდერული თემა
მთელს ქვეყანაში დაამკვიდროს კერძოდ მიმღებლობა LGBT მიმღებლობა, ეს იქნება საგამომცემლო სფერო, ეს იქნება საპატიო წოდების მინიჭება, ეს იქნება სკოლებში განათლება და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით რომ ეს დაკვეთა არის დასავლეთიდან. და ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას და კერძოდ განათლების სამინისტროს, რომ იხელმძღვანელებენ ელჩიონის და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მითითებით, რომელიც პირდაპირ ჩვენ საქმეებში, ეხლა ცნობილი გახდა, რომ მოსამართლის კანდიდატურა ამოიღო სიიდან, რომელიც იგზავნოდა ამერიკაში. რა შუაში ამერიკაში საქართველოს მოსამართლების სიის გაგზავნა, ხო? მაგრამ მათთვის მიუღებელი კანდიდატურა ამოიღეს. აი ესეთი უკაცრავად და ასე თავხედობას აქვს ადგილი და საკანონმდებლო მათ შორის მთელი რიგი ნორმების დარღვევას. აი ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე სულ ახლახან იყო 12 ოქტომბერს საპარლამენტო კომისიის 155 ასამბლეაზე და იქ გამოვიდა მოხსნელი დააკვირდით ამ მონური პირმოთნეობის ენას, როგორ წარდგა ის სმენელის წინაშე. აი ციტატა მოხარული ვარ რომ მონაწილეობას ვიღებ დღევანდელ ფორუმში და მაქვს შესაძლებლობა დავაფიქსირო ჩვენი ერთგულება გენდერული თანასწორობის მიმართულებით პროგრესის მიმართ და ასე შემდეგ და ამას ვიზავთ იმას და ამას შევხვდით იმას ჰარმონიაში მოვიყვანთ და მოკლედ აი ეს ლაკუსი პატრონებთან ამაზე ზენია და აქვე ახსენებს რომ აი პირველი ნაბიჯი გადაედო 2014 წელს როცა საქართველოს მიიღო ეგრეთ წოდებული ანტიდისკრიმინაციული კანონი. ჩვენ მონაწილეობთ ამ განხილვებში და მოუწოდებთ ინდოინდელ კანონმდებლებს რომ ნუ გააკეთებთ ამას, იმიტომ რომ ეს მოიტანს იმას რომ ხვალე ამ გენდერულ თემებს სკოლებში ასწავლიან, რომ ჩვენ მათი მხილებისთვის დაგვსჯიან და შემდეგ ისინი ანუ როგორ გიკადრებათ, ეს არ იქნება. აი დღეს რა პასუხს გასცემენ. ჩვენ პირველ რიგში აპასუხს გავცემენ და მეორე მომავალ თაობას, რომლებსაც სკოლებში ყრიან. რა შეგვიძლია ჩვენ? შეგვიძლია მოწოდება. და ახლა მე აი ძალიან საინტერესო ის ნახე შემხვდა შემთხვევით მსგავს სიტუაციაში მაშინ რა თქმა უნდა გენდერზე არ იყო საუბარი, მაგრამ მსგავს სიტუაციაში ჩვენი სასკადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი რას ამბობს? აი ციტატა. ჩვენში ბლომად მოიპოვებიან ქვემძღრომნი, რომლებიც ხურვალე პატრიოტის როლს თამაშობენ, სხვაგან კი ყოველს ეროვნულ ფასეულობას ზის უთხრიან ჩინებისა და ჯილდოს გულისათვის და როდესაც ეს საძაგელი არსებანი მოდიან და როსკეპული ღრეჭით ხელს გვიწვიან, ჩვენ მათ სულმოკლე მონებივით ხელს ვართმევთ და მეგობრულად ვექცევით. ამით ხელსაც ვიტალახიანებთ, თავსაც ვიმცირებთ, ქვემძრომებს ვაქეზებთ მოღალატეობაში. პატიოსან მოღვაწეებს გულს ვუკლავთ. ხელი კი არ უნდა მივცეთ, არამედ მოვატრიალოთ ჯეროვანი პანღურით დავასაჭროდათ. ჩვენი წრიდან სამუდამოდ გავაძევთ ეს საზღარი კეთროვანი დროა, მონურ ლაჩრობა ზურგი შევაქციო დროა. გავაჩაღოთ დაუღადავით დაცვა ყოველი ჩვენი დათრგუნული უფლებებისა დროა დაბალი ღობის მდგომარეობა სამართლოდ მივიჩნიოთ თორემ ზეგ და მასზე გვიანა იქნება. ციტატის დასასრული. მეც მოუწოდებ საზოგადოებას დროა საზოგადოებრივი გაკითხვის მექანიზმი ჩაერთოს. ასეთ ადამიანებს საზოგადოება ზურგი უნდა აქციონ და იმდენად ამხილონ და იმდენად უნდა გაერიყვნენ ისინი საზოგადოებას, რომ მას თამამობას წვენოდეს თავიანთი ამ წინაპრების ნამოქმედარისა. ჩვენ მიმართავთ ხელისუფლებას, რომ ეს გამყნელი ქვეყნის დამაქცეველი პოლიტიკა შეცვალოს და ის დაბალი ღობის ამ პოლიტიკიდან გამოვიდნენ, ამ შეგნებიდან გამოვიდნენ. გარდა ამისა ჩვენ გვინდა მივმართოთ ჩვენ საპატრიარქოს. გამოიყენოს კონკორდატით მინიჭებული უფლება და არ დაუშვას ბაგა-ბაღში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სოდომის პროპაგანდა. მოითხოვოს, რომ განათლების სამინისტრომ კი არ გაყმას მომავალთაო, არამედ აღზარდოს ის ეროვნული პატრიოტი და ზნეობრივი სულისკვეთებით. ჩვენი ფასეულობებისა და ტრადიციების შესაბამისად. დასასრულს მინდა თქვა, რომ როდესაც ჩვენ ვესაუბრებთ ამ კანონმდებლებს, აი გენდერულ თემატიკაზე, ისე ამოიცით რა ჩვენ გენდერში კაცს და ქალს გულისხმობთ. აი ამას ქვია ვერეშმაკობა. დასავლეთში გენდერი რასაც ნიშნავს, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და საკმარისი ამ მიღებულ კანონებში ტერმინის განმარტებაში გენდერის ის განმარტება შეიცვალოს და მთელი ეს კანონი გახდება უსაძაგლესი მთელი თავისი საძაგლი წარმოგვიდგება. ასეთ ვირეშმაკობას უნდა იყოს ხილებული და დაგმობილი.
ეხლა რაც შეეხება სხვა საკითხებს იგივე განათლების სფეროში ექიმის საათის და შემდეგ აი ჩვენი მეგობრები ისაუბრებენ. მადლობა. ალბათონი ფატი კი მოვიდა. მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა განათლების სფეროში და მინდა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის დღეს აქტუალური და რაზედაც უკვე რამოდენიმე კვირა ფაქტიურად მიდის ონლაინ კონსულტაციები და ვცდილობ დავარეგულიროთ ეს საკითხი არის ხელშეკრულებები და მე კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო და განვმარტო რა ხელშეკრულებებია და რატომ საუბრობთ ამ ხელშეკრულებებზე ასე კრიტიკულად. ხელშეკრულებები არის რამოდენიმე სახის. პირველი მინდა ხაზი გაუსვა იმ სამგვერდიან ხელშეკრულებას, რომელიც ყველა სკოლაში აბსოლუტურად და ეს ხელშეკრულებები ყველასათვის რომ იყოს ცნობილი 2018 წლიდან არსებობს განათლების სისტემაში საქართველოს კანონის შესაბამისად და იქ არის ჩანაწერი რომ ხელშეკრულება აუცილებლად უნდა დაედო მშობელსა და სკოლას შორის. თუმცა შინაარსი რაც ამ ხელშეკრულებებში შემოცემული არ ავალდებულებს არც ერთ მხარეს რომ იყოს დოგმატური და არ შეიცვალოს. ხელშეკრულების არსი მდგომარეობს იმაში რომ ხელშეკრულებას ყავს რამოდენიმე მხარე და ყველა მხარის ანუ ხელმომწერის ხელშემკვრელის სამართლებრივად რომ განმარტოთ ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული და უნდა იყოს შეთანხმებული. თუ რომელიმე მხარის არ აწყობს შინაარსი მას შეუძლია კორექტირება შეიტანოს. ამასთან დაკავშირებით შეკითხვა იყო გაგზავნილი ქვემო ქართლის რესურს ცენტრში და მივიღეთ ოფიციალური პასუხი, სადაც ზუსტად არის განმარტებული, რომ თუ მშობელს რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით აქვს რაიმე ეჭვი და არ სურს ეს პუნქტი იყოს, მას ეს პუნქტი გავცელდეს მის შვილზე, შეუძლია მოითხოვოს პუნქტის ამოღება და კორექტირება და ისე მოაწეროს ხელი. აქედან გამომდინარე, ყველა მშობელს აქვს უფლება, რომ დააკორექტიროს ხელშეკრულება თავისი ინტერესის გათვალისწინებით, ხოლო თუ ამაზე სკოლის დირექტორი წავა წინააღმდეგი, საერთოდ არ მოაწეროს ხელშეკრულებას ხელი. გორის სკოლაში მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ სულ ერთი დღით გაუშვა დირექტორმა ის მოსწავლე სკოლიდან, რომლის მშობელმაც ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებაზე და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა განათლების სამინისტროს ჩარევით, რომ დაბრუნებულიყო ბავშვის სკოლაში და ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილიყო იმ ფორმით, როგორც მშობელს სურდა. ასეთივე პრობლემები არის ძალიან ბევრ რეგიონში, თბილისში და შესაბამისად კიდევ ერთხელ განმარტავ. ყველა მშობელს აქვს უფლება მოითხოვოს ხელშეკრულებიდან იმ პუნქტის ამოღება, რომელსაც არ ეთანხმება და მეოთხე პუნქტია, მეოთხე მუხლია ძირითადად სადაც არის მითითებული, რომ პერსონალური მონაცემების მართვა მშობელმა გადასცეს მესამე პირს. ეს მუხლი მე ვთვლი, რომ საერთოდ უნდა იყოს ამოღებული ხელშეკრულებიდან, რადგან პერსონალური მონაცემები, როდესაც ბავშვი შედის სკოლაში, უკვე არსებობს, ინახება განათლების სამინისტროში, ინახება ჯანდაცვის სამინისტროში და შესაბამისად სკოლაშიც. ხოლო დამატებითი ჩანაწერი რას ნიშნავს? იქ არის მითითებული, რომ ჯანმრთელობის საკითხების მართვასთან დაკავშირებით შეუძლია მესამე პირმა მშობლის დაუკითხავად უკვე მართოს ეს საკითხები. და პარალელს გავავლებ, რომ ჩვენ კარგად შევისწავლეთ ექიმის, სკოლის ექიმთან დაკავშირებული მოთხოვნები. რას უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის ექიმი და იქ ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა ვაქცინაციის და ვაქცინის სიკეთეებთან დაკავშირებით კარგად უნდა იყოს ინფორმირებული სკოლის ექიმი და უნდა ეწეოდა შესაბამისად პროპაგანდასაც. ზუსტად ეს მოიაზრება იმ მეოთხე მუხლში, როდესაც საუბარია მართვასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის საკითხების მიმართ. აქედან გამომდინარე, მე ურჩევდი ყველა მშობელს, რომ კარგად წაეკითხონ ეს ხელშეკრულებები. აგრეთვე მინდა რომ ზოგიერთმა სკოლამ ცოტა იშმაკური ხერხი მოიგონა უკაცრავად ამ სიტყვაზე და მშობლებს ეუბნებიან, რომ შინა განაწესე უნდა მოაწერონ ხელი. შინა განაწესი არსებობს თანამშრომლობისთვის, მხოლოდ და მხოლოდ და ის სიები, რომლებიც არის შედგენილი, რომ თითქოს ამ სიებზე ხელს რომ აწერეს არის შინა განაწესის გაცნობა, ეს არის აბსურდი და ის სიები მიეკვრება ხელშეკრულებების გაცნობას და შესაბამისად უკვე მშობელს თანხმობა ექნება მიცემული საკუთარი შვილის პერსონალური მონაცემების მართვაზე. და არსებობს კიდევ ერთი ხელშეკრულება, ერთგვერდიანი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მე თანახმოვარ ჩემი შვილის პერსონალური მონაცემები იყოს გადაცემული სკოლის დირექტორზე ან მესამე პირზე სამართავად. ამაზე საერთოდ არ უნდა მოეწეროს ხელი, ეს საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს სკოლებში და შესაბამისად ხელის მოწერაზე საუბარიც არა გვაქვს. აგრეთვე მინდა შევეხო ერთ მტკივნეულ საკითხს, რომელსაც რატომღაც ძალიან ზერელად უყურებენ.
ეს არის დირექტორების საკითხი სკოლებში, რომელიც უკვე თანდათან ძალიან მწვავე გახდა. დღეს მე რამოდენიმე ესეთი საქმე მაქვს თვითონ ჩემს წარმოებაში, როდესაც სკოლის დირექტორები თავისი შეხედულებით რესურს ცენტრის და განათლების სამინისტროს გვერდისავლით ცდილობენ კლასების გადალაგებას, გადაწყობას, ესე ვთქვათ, მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებაზე აღარ არის და მშობლებზე საუბარი, როგორც სურთ რამოდენიმე კლასს თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ მოსწავლეთა რაოდენობას ისე გადაანაწილებენ და პედაგოგებს ისე დაუყოფენ ამ კლასებს, რომ დისკრიმინაციაში არის ძალიან ბევრი პედაგოგი. ძალიან ბევრი მომართვიანობა არის ამასთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ მამა დავითი და სხვა მოძღვრების დაგვიდგებიან გვერდში, რომ ამ პედაგოგებს ავეხმაროთ, რადგან აშკარა დისკრიმინაცია უკვე სახეზე პედაგოგების მიმართ და განსაკუთრებით იმ პედაგოგების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს იგივე მუსიკის საგნის სწავლებაზე. ვიცით რამოდენიმე დირექტორი, სკოლის დირექტორის და პედაგოგიც, რომელმაც უარი განაცხადეს. აგრეთვე ის დირექტორი მასწავლებლები, რომლებიც მშობლებს ეუბნებიან, რომ შეგიძლიათ ხელი არ მოაწეროთ ხელშეკრულებას და ეს საკმაოდ მტკივნეულია დირექტორებისთვის. ამასთანავე შევეხებით ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ბევრი დრო არ არის ექიმის საათს. ექიმის საათთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კარგად შევისწავლეთ, რას ნიშნავს, არაფერი შეხება არ აქვს საერთოდ ექიმობასთან ექიმის საათს. ეს არის თავისი შინაარსით პროპაგანდა გენდერული თანასწორობის, აგრეთვე ხელის შეხების, ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ უხერხულად ხელის შეხების პრობლემებზე უნდა ისაუბრონ თურმე ექიმებმა პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. მხოლოდ ამ სპამ ასაკშია ეს. აგრეთვე იქ არის საუბარი თუ რა კარგია ვაქცინა, რატომ უნდა იყვნენ ვაქცინირებულები, თუ არავითარ შემთხვევაში აკრძალულია რელიგიის თემებზე საუბარი. ეს კატეგორიულად არის უკვე, რომ რელიგიაზე საუბარი სკოლაში არ შეიძლება. ეს არათანაბარ პირობებში ამყოფებს თურმე მოსწავლეებს. აგრეთვე ექიმის საათის დროს იქნება საუბარი მის შესახებ, რას ნიშნავს იყო ბიჭი და რას ნიშნავს იყო გოგო. და რატომ არ შეიძლება მათი დიფერენცირება, ანუ როგორ ვთქვა, სქესის მიხედვით დაყოფა, რომ არის თურმე არასწორი, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება არა მარტო ფიზიოლოგიას, ანატომიას, არამედ რელიგიასაც და რელიგიურ სწავლებებსაც. ყველაზე მტკივნეული თემა კიდევ, რომელიც და ერთი მინდა ვთქვა, რომ ამაზე ბატონ ლევანი ისაუბრებს, როდესაც განათლების მინისტრის მოადგილემ გითხრა, რომ ეს არ გახდება სავალდებულო და ჩვენი კამათიც მოგვიდა, რადგან მათ გვერდზე იყო, რომ ეს სავალდებულო გახდებოდა ამ წლიდან, უკვე ცნობილი გახდა 2 დღეა, რომ ხაშურის 28 საჯარო სკოლაში ექიმის საათი სავალდებულო სწავლებად იქნა შეტანილი. ეს ნიშნავს, რომ რეგიონებში ძალიან მარტივად დააფუძნეს, იმიტომ რომ ინფორმაციულობა რატომღაც რეგიონებში ნაკლებია, მშობლების აზრს არავინ არ ითვალისწინებს, საპილოტო პროგრამა როგორ განხორციელდა, არავის არ მოусმენია ანგარიში ამის შესახებ, საერთოდ ისიც კი არ გითხრეს, რომ სკოლებში იყო საპილოტო პროგრამები, არ ვიცით აგრეთვე იმის თაობაზე, თუ რა აზრი დარჩა თან მშობელს ამ პედაგოგებს და საერთოდ რა შედეგი მოიტანა, რა დადებითი შედეგი მოყვა აი ამ საპილოტო პროგრამის განხორციელებას. დღეს თუ ხაშურშია, ალბათ რამოდენიმე რეგიონში კიდევ დაემატება და უკვე თითქმის სავალდებულო ხდება ექიმის საათი, რადგან მე ვთვლი, რომ არა მარტო ჩვენ ყველა მშობელმა უნდა გამოხატოს პროტესტი, თუ საგანი სავალდებულოა, იქ იძულებული ხარ ბავშვი დასვა გაკვეთილზე და თუნდაც ერთი ბავშვი გამოგდეს, მისი ამხანაგი სწავლობს და შესაბამისად ინფორმაცია მაინც იკვეთება. აგრეთვე მინდა ერთი საგან გაშოვა ინფორმაციაც, რომელიც ჩემთვის პირადად მიუღებელია, როგორც იურისტისთვის, როგორც მშობლისთვის, რომ მანდატური სამსახურს უკვე ოფიციალურად დაემატა სოციალური სამსახური. თუ აქამდე მხოლოდ 72 სოციალური მუშაკი ყავდა სკოლას, როგორც სამინისტრომ გითხრა, დღეს უკვე რუსთავის ყველა სკოლაში დამატებულია სოციალური მუშაკი, ხოლო თანდათან თურმე მთელ საქართველოში ყველა სკოლას ეყოლება სოციალური მუშაკი და რა დანიშნულება აქვთ მათ. მიბმული ყოფილან მანდატური სამსახურზე, მე ამას გეუბნებით ოფიციალური წერილი შინაარს და რაში გამოიხატება მათი ფუნქცია. სოციალური მუშაკი და ივლის კლასებში
შეამოწმებს, ბავშვები ხომ არ ჩხუბობენ ერთმანეთში, ექნება საუბრები მოსწავლეებთან სახლში როგორ არიან, როგორ ცხოვრობენ, დედა ხომ არ აბრაზებთ, მამა ხომ არ აბრაზებს ან უფროსი და-ძმა, ხომ არ შეად, რამე ხომ არ აკლიათ, რომ არ მოხდეს მოსწავლეებს შორის რაიმე პრობლემა და შემდეგ ეს ინფორმაცია მიაქვს მანდატურთან, ხოლო მანდატური ყოველგვარი კონტროლის და გადამოწმების გარეშე ამ ინფორმაციას გადააგზავნის ჯანდაცვის სოციალურ სამსახურში, რომელსაც აქვს განუსაზღვრელი უფლება. სწორედ ეს ის სამსახურია, რომელიც თავისი შეხედულებით ანგრევს ოჯახებს, აშორებს მშობლებს, შვილებს, გადაეცემენ მინდობით აღზრდაში და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ბავშვი რჩება ოჯახის გარეშე და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკვე ყველა ვიცით რა დღეში იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო შეხვედრისას ქალბატონ თამარ მახარაშვილთან სოციალურ საკითხზე და მაგრამ რატომღაც ამაზედაც პროტესტი განაცხადა, რომ ეს ესი არ არის და ჩვენ მხოლოდ ბავშვის კეთილი ინტერესებიდან გამოვდივართ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გამოდის თუ პერსონალურ ინფორმაციას ვერ მიიღებენ ესე ხელმოწერით და ვერ მართავენ, სოციალური მუშაკები თავისუფლად ყოველგვარ ინფორმაციას შეკრებენ კლასში, მათ შეუძლიათ კლასში არ გაკვეთილების დროსაც. განუსაზღვრელი უფლება მიანიჭეს. ასე რომ ყოველგვარი ინფორმაცია შეიკრიბება მათ ხელში და შეიძლება პირველი კლასელი ბავშვი არ არის ჩამოყალიბებული და შეიძლება რაიმე ისეთი თქვას, რაც არარეალურია, არ არის საერთოდ არ არსებობს ბუნებაში, მაგრამ შეიძლება დილით სკოლაში მოსვლა არ უნდა და დედაზე საყდური თქვას, ეს უკვე შენიშვნა არის მშობლის მიმართ, საფუძველი იმის, რომ მანდატური სამსახურმა განახორციელოს სადამსჯელო სანქციები მშობლის და ოჯახის მიმართ. სადამსჯელოს რატომ ამბობ? მანდატური სამსახურის ფუნქცია სკოლებში განისაზღვრება მხოლოდ აი ამ სადამსჯელო ფუნქციებით და მათ არ გააჩნიათ არანაირი სხვა დატვირთვა. მე ვიცი რომ ბევრ სკოლაში მაგალითად საერთოდ მანდატურის ისე ეშინიათ მოსწავლეებს, რომ შესვენებაზეც არ გამოდიან კლასებიდან. იმდენად დაშინებული არიან. და კიდევ ის პრობლემაა, რომ უკვე ბევრმა სკოლის დირექტორმა მშობლებს დასვენებაზედაც კი აუგზავნა სკოლებში შესვლა. აი ეს საკითხები იმდენად მთლიანად ბავშვთა კოდექსს უარყოფს. აი ბავშვთა კოდექსის ყველა მუხლი ირღვევა, სკოლის მოსწავლის და განათლების კანონის ყველა მუხლი ირღვევა, კონსტიტუცია ირღვევა. ნუ არ ვიცი, არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომელიც დაცული იყოს დღევანდელ განათლების სისტემაში და განსაკუთრებით სკოლებზე მაქვს საუბარი. საგანგაშოა დამერწმუნეთ სოციალური სამსახურის და ასეთი ფორმით მოქმედება. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ იყოს სოციალური მუშაკი, რომელიც მართლაც განახორციელებს ის ფუნქციას, რაც უნდა კონდეს მას დაკისრებული, მაგრამ ის ფორმა, რაზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს არის კატასტროფა დამერწმუნეთ. რადგან სოციალური მუშაკი, რომელსაც შეუძლია ცალკეულად შეკრიფოს ინფორმაცია, მიაწოდოს მანდატური სამსახურს, ეს არის ერთიანი რგოლი და შემდეგ მანდატური სამსახური ჯანდაცვაში გადაინაცვლებს, ჩათვალეთ, რომ ძალიან ჩვენი ბევრი მოსწავლე უარსიტყვის სკოლაში სიარულზე. ისინი იქნებიან დათრგუნულების შესაბამისად. წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენ ყველა ვსწავლობდით, რომ ყოველ წუთში ვიღაც მოდიოდეს, გეკითხებოდეს, ინფორმაციას იწერდეს, რამხელა ზემოქმედებაა ბავშვებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი ინიციატივა მივაწოდეთ. განათლების სამინისტროს შეხვედრები ჰქონდა, ეხლაც ვცდილობთ, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ ქალბატონი თამარ მახარაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სიცხეები ქონია და ვერ ახერხებს შეხვედრას, მაგრამ მე აი ღია ეთერითაც აგერ მიმართავ, რომ ჩვენ აუცილებლად ამადავით უნდა შევხვდეთ კიდევ ერთხელ და ყველა მის წინადადებაზე, რომელიც ბოლო შეხვედრისას იყო ნათქვამი და არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ძალიან ბევრი სიცრუე გამოვიდა ამ შეხვედრის შემდეგ და ბატონ ლევადი ამას კარგად ჩამოყალიბებს. გვინდა რომ პასუხები მოგცეს იმ კითხვებზე, რომლებიც ფაქტიურად იწვევს ჩვენი შვილების მომავლის დამახინჯებას. აგრეთვე ის სახელმძღვანელოები, რომელზედაც ბატონმა ავთანდილმა ისაუბრა, მშობლები უკვე არიან პანიკაში, ძალიან ბევრი, ვინც მართლა ზრუნავს და აინტერესებს, რომ შვილების სულიერი, ესე ვთქვათ, შინაგანი სამყარო იყოს სუფთა და დაკავშირებული იყოს ქრისტიანობასთან, უკვე ძალიან პანიკებში არიან, მართლა ნერვიულობენ, განიცდიან და არ იციან ფორმას ვერ ძებნიან, როგორ შეებრძოლონ ამ ყველაფერს. ევროპისკენ სწრაფვა არ ნიშნავს იმას, რომ დამახინჯდეს ჩვენი მომავალი და ჩვენი ბავშვები, შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ დარჩეთ ქართველობა და ერი არ წაიბილწოს იმ ყველაფრით, რაზედაც დღეს ჩვენ საუბრობთ სამწუხაროდ. და კიდევ ერთი მინდა გითხრათ, რომ მშობლებს დღეს განსაკუთრებით მართებთ ყურადღება
რადგან ექიმისაც მიბმული არის ექიმის ინდივიდუალური საუბრები ბავშვებთან და ეს ექიმები დატრენინგებული არიან ჩვენ რამოდენიმეს ვესაუბრეთ კიდე შემთხვევით და მათ ზუსტად აქვთ განსაზღვრული და გაწერილი რაზე უნდა ესაუბრონ თავიანთ კაბინეტში ბავშვებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ დავთანხმდებით იმ პერსონალური მონაცემების მართვის გადაცემაზე, ექიმი ისე დაიყოლიებს ჩვენ შვილებს აცრაზეც და სხვა თემებზეც, რომელიც მიუღებელია ჩვენთვის, რომ ჩვენ აღარავინ აღარ შეგვეკითხება, არც მშობელს, არც ბავშვს და ჩვენ ფაქტიურად ამით გამოვიწევთ ჩვენი შვილის მომავლის დაღუპვას. აი იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხდება გადაცემა. ამიტომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და აქედან გამომდინარე მინდა რომ ძალიან ყურადღებით იყოთ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. განსაზღვრავს მეოთხე მუხლი პირდაპირ აი იმ დანარჩენის გავლენას თქვენ შვილებზე, რაზედაც ახლა ვისაუბრეთ. ხოლო მე ვთვლი, რომ ექიმის საათის საგანი უშუალოდ უნდა იყოს ამოღებული სკოლებიდან და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სავალდებულო და ამაზე ალბათ განათლების სამინისტრომ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს არის არა მარტო ჩვენი, არამედ მშობლების მოთხოვნაცა, იმ მშობლების, რომლებიც გარკვეული არიან. დიახ. ბატონი ლევან ჩხიკვაძე. მოგესალმებით ყველას. ამ ქვეყანაში კორუფცია რო არის გაბატონებული და საერთოდ არაპროფესიონალები რო არიან დაკავებული კაცმა არ იცის რითი, იმიტომ გვაქვს ესეთი სავალალო შედეგები. და ამასთანავე ვერცი სკოლა მუზრუნველყო რაღაცეები და ვერცი მანდატურის სამსახური, რომელიც რისთვის არსებობს, უკვე ჩანს. საერთოდ საჭირო არ არის ეს მანდატურის სამსახური. რისი მაქნისია ინციდენტები ისედაც ხდება და რასაკეთებს მანდატურის სამსახური? არაფერს. ეს არის დანამატი, ეს არის ფორმიანი ადამიანის შეშვება სკოლაში, რომელიც ბავშვების გონებაში იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს. წინააღმდეგობის გაწევის ფსიქოლოგია უყალიბდება ბავშვს. აი ჰაერიდან, არაფრიდან უყალიბდება წინააღმდეგობის გაწევა ყველაფერზე. იმის მაგივრად, რომ განათლების სამინისტრომ იზრუნოს პიროვნების ჩამოყალიბებაზე სკოლაში, პირიქით პიროვნების დეგრადაციისკენ არის მიმართული ყველა მათი საქმიანობა. დავიწყოთ ქალბატონი პირველი მოადგილიდან, მინისტრის პირველი მოადგილისგან, რომელიც გახლავთ თამარ მახარაშვილი. ეს ადამიანი ჩამოყალიბებული მათყუარაა. მივმართავ ჯერჯერობით მივმართავ ხელისუფლებას. სასწრაფოდ მოხსენით თანამდებობიდან, დაკავებული თანამდებობიდან თამარ მახარაშვილი, იმიტომ რომ მან სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი ეკლესიის მამაოები, მშობლები, როდესაც მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავეთ ამ კონკრეტულ საკითხებზე, მხოლოდ და მხოლოდ 1 სექტემბერს მოხდა მასთან შეხვედრა, სწორედ საკითხი ეხებოდა საგანმანათლებლო სისტემის სკოლებში სწავლების ხარისხს, წიგნების თემებს, ყველა იმ თემას, რომელიც აქ იყო წარმოჭრილი. და ამ ადამიანმა, თამარ მახარაშვილმა, სიტყვა თქვა, რომ მსგავსი არაფერი არ იქნებაო ექიმის საათთან დაკავშირებით და სხვა მავნებლობებთან დაკავშირებით ადგილი აქვს განათლების სისტემაში და უკვე წლებია. აღმოჩნდა, რომ მოიტყუა. ამის მერე კიდე ერთი შეხვედრა შედგა და კვლავ მოიტყუა. სახელმწიფო ჩინოსანი, ვინც არ უნდა იყოს, ის არის სამოქალაქო საზოგადოების გადასახადებიდან მიღებული ხელფასით, ასე ვთქვათ, სულდმულობს. შესაბამისად, ის ვალდებულია შეასრულოს სამოქალაქო საზოგადოების და ქვეყნის კონსტიტუციით გაწერილი კანონებით არსებული ინტერესები და არა ის ინტერესები, რომელიც სადღაც სხვა მხრიდან მოდის. დიახ, პირადად ბევრმა იცის, მაგრამ ვინც არ იცის ვიტყვი. ათეული წლების განმავლობაში განათლების სისტემაში მაქვს ნამუშევარი, მათ შორის ძალიან მაღალ თანამდებობაზე და მაკონტროლებლად. ამ სისტემის შესაბამისად, ამ სისტემას ვიცნობ ზედმიწევნით კარგად და მათში მომუშავეებსაც. და ძალიან კარგად ვიცი, საიდან როგორ და რანაირად უბერავს ხოლმე ეს ქარი.
არაერთხელ გქონია ჩვენ კარგად იცით, არაერთხელ გქონია ჩვენ შეხვედრები სხვადასხვა დონეზე, სახელმწიფოს სამთავრობო დონეზეც, სამინისტროების დონეზეც და ასე შემდეგ. ყველგან ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და ფაქტებს ულაგებთ, რომ აი ეს არის მინუსი, ეს არის მინუსი, ეს არის ესე, ეს არის გასაკეთებელი ესე, ეს არის ეს. სადაც პლუსი არის, იქ ვამბობთ კიდევაც. ამ სისტემაში როგორ შეიძლება ერთ მოადგილეზე ამბობდე კარგს და მეორე მოადგილეზე ესე ითქვა რომ მოსახსნელია. აქ შემოკარგებო მოსახსნელი მარტო ეს კი არ არის. აუდიტის სამსახურის უფროსი. აი ხო კარგად ვისმენს ხელისუფლება, კარგად მოისმინოს აუდიტის სამსახურის უფროსი გიორგი ქოჩაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ ნაცებში არის გამოსდილი და კიდე აქ შერჩა ძალიან ბევრ ფაქტებს მალავს და რომ მალავს შესაბამისად იქ კადრები რჩებიან ის კადრები რომლებსაც გარკვეული წილი დანაშაულებები მიუძოს, დიახ დანაშაულებები, მათ შორის არიან სკოლის დირექტორები. აი ხა ერთ ფაქტსაც ვიტყვი. განათლების კომიტეტის, პარლამენტის განათლების კომიტეტის ერთ-ერთმა თავმჯდომარემ, რამოდენიმე ამ 2 წლის განმავლობაში ხდება ეს, გარკვეული მნიშვნელოვანი წერილი მიწერა განათლების სამინისტროს, კონკრეტულ სკოლაში კონკრეტული დირექტორის შეცვლის თაობაზე. უამრავი ფაქტების არსებობის შედეგად. გაინტერესებთ რა შედეგია? წერილი დაიკარგა სამინისტროში. მინისტრსა და მოადგილეს შორის. აი ხა ხვდებით ხო რაზეა საუბარი? აქედან გამომდინარე. დიახ, მე ვარ კატეგორიული, იმიტომ რომ მოსათმენი დრო აღარ არის. ჩვენი მომავალი თაობის პირდაპირ რასაც ქვია პირდაპირ მოსპობისკენ მიდის ეს ყველაფერი. ექიმის საათი 6, 7, 8, 9 და 10 წლის ბავშვებს, ანუ პირველ და მე-6 კლასამდე. რას ნიშნავს ექიმის საათი? პირადად მე ვესწრებოდი შეხვედრას აი 1 სექტემბერს და მე ვკითხე რა არის ეს ექიმის საათი? პასუხი ესეთი იყო, რომ პილოტური პროექტი აქვს, რომ უნდა გააგებინო, ესე იგი პირველ და მე-6 კლასელ ბავშვებს, რომ უცხო ადამიანი აი ხელი არ უნდა მოკიდოს, აქ ხელი არ უნდა მოკიდოს, ეს უსვე გადარეული და მეთქი ვინ არის ამ პროექტის ავტორები და თუნდაც ამ ქალბატონ თამარ მახარაშვილს გვერდზე უზის. ადამიანი ლაპარაკობს ისე რომ საერთოდ ვერ გაიგებთ რას ლაპარაკობს. ვეკითხებით თქვენი რა პროფესიის ბრძანდებით და ფილოლოგიო. ესე იგი არ ფსიქოლოგიც კი არ არის, არის ფილოლოგი. და თქვენ რა იცით მეთქი ბავშვის ფსიქოლოგია 6 წლის 7, 8, 9 და 10 წლის ბავშვების ფსიქოლოგია იცით თქვენ? არა. ესე იგი აბა რანაირად აკეთებთ ამ პროცესს? ესე ვიღაცამ გითხრა რომ ეს უნდა გააკეთო არა? ესე იგი როგორ უბრიცავენ ტვის ბავშვებს, ანუ ბავშვები ამ ასაკში ყველაფერზე არიან მოტივირებული, ყველაფერი ისწავლო, ყველაფერი შეითვისონ და უშდებათ კითხვები, ხო, ჩვეულებრივ შემთხვევაში. ესენი აკეთებენ იმას, რომ რაზეც იმათ უნდათ, იმაზე გაუმახვილონ ყურადღება. ანუ ამ ასაკში ბავშვი იმ თემებზე არ ფიქრობს და არც უნდა ფიქრობდეს, მაგრამ ესენი უღვივებენ სპეციალურად იმ ფიქრს, რომ მაინდა-მაინც იმაზე იფიქროს, შესაბამისად აღარ იფიქროს სწავლაზე. და სწავლაზე რო არ უნდა იფიქროს, თვითონ ის წიგნების და თვითონ სასწავლო პროცესიც თავიდან ბოლომდე მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ სასწავლო პროცესი არის ჩავარდნილი. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ შეიძლება ესეთი აბსურდული შედეგები გქონდეს? ყავდეს უმაღლესი რანგის მასწავლებლები და სკოლაში რო არავთაროს, სკოლას რო ამთავრებს ბავშვი, თუ არ მოამზადა მშობელმა ცალკე რეპეტიტორებთან შანსი რომ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდეს. ანუ ცოდნის დონე აქვს მინუსში. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ეს საუბარი გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ არა მარტო ჩვენს მომავალ თაობაზე შევდგება გული, არამედ არსებულ ხელისუფლებაზედაც. რადგანაც ჩვენ კარგად გვაქვს გათავისებული, რომ ხელისუფალს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა თავის მოქალაქეებზე, თავისი ქვეყნის შვილებზე. და აქედან გამომდინარე, მე მინდა თქვა, რომ არიან ხელისუფლებაში თუნდაც განათლების სფეროში ისეული ადამიანები, რომლებიც ნამდვილად წუხან და განიცდიან ჩვენსავით, მაგრამ ჩვენ ისიც კარგად გვესმის, თუ რაოდენ დიდი წნეხი ხორციელდება მათზე. მოკლედ, შემდობას ვითხოვთ, თუ ძალიან ისეთი ემოციური საუბარი გამოგვივიდა ჩვენ და მერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და ყველას ესე ერთად შევაგაძლებინოს ჩვენ ბრძოლა. ლოცვა უპირველეს ყოვლისა ღმერთს უნდა მიმართოთ, ღმერთია ყველაფრის შემოქმედი და თუ მისი ნება იქნება, ეს ძალები ვერ გაიმარჯვებენ და თუ მისი ნება არ იქნება, მაშინ
ღირსეულად საკადრისად დავიჯობთ, თუ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას. თუ ამოვიღებთ ხმას, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება. ერთმა დაგლოცოთ და გაგვხსნათ.